ერთი რამ, რაც ევროპელებში იკვეთება, არის მათი სოლიდარულობა უკრაინის მიმართ. ზელენსკის ლონდონში გმირის დახვედრა მოუწყვეს, სადაც 18 ევროპული სახელმწიფოს ლიდერიც იმყოფებოდა. მათ პირობაც დადეს, რომ გაზრდიდნენ თავიანთი ქვეყნების თავდაცვის ხარჯებს და ასე შემდეგ. ფიქრობთ, რომ ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ღიად აცხადებს, რომ არაპირებენ უკრაინის ომის დაფინანსების გაგრძელებას, ევროპელებს შეუძლიათ ეს ნაპრალი ამოავსონ და ამერიკული სამხედრო დახმარება ევროპულით ჩაანაცვლონ, რათა უკრაინელებმა ბრძოლის გაგრძელება შეძლონ. მინდა ეს მკაფიოდ თქვა. არ ფიქრობ, რომ ევროპა ამ საკითხში ახლა ისეთი ერთიანია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იტალიელებმა საჯაროდ უთხრეს ფრანგებს, რომ ისინი ვერ აიძულებენ იტალიელი სამხედროების გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე. არც გერმანელებს გამოუჩენიათ დიდი ენთუზიაზმი ბრიტანულ-ფრანგული სამშვიდობო გეგმის მიმართ. არსებითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბრიტანულ-ფრანგული გეგმაა. შესაბამისად, ფიქრობ, არ არსებობს საკმარისი დონის ევროპული ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სწრაფად გაუარესების ფონზე, ფიქრობ, ბევრი სახელმწიფო თავიანთი რეალური ინტერესების მანიფესტაციას მოახდენს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის მომავალში. იდეა, რომ გაერთიანებული ევროპა უკრაინას გადაარჩენს, მას შემდეგ, რაც უკრაინასა და ამერიკას შორის პოლიტიკური განქორწინება მოხდა, რეალისტური არ არის. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.